მოსული შემთხვევაში ჩვენ დროს არ კარგავთ, მაშინ ვიწყებთ მუშაობას. შენებას, კეთებას, ფეხზე დადგომას და ჩვენ არა ვართ ორიენტირებული მხოლოდ ჩადრევნების კეთებაზე, მხოლოდ სასტუმროების კეთებაზე, გართობა და ეს რა ქვია, ძალიან კარგია, მაგრამ გასართობად უნდა გული მიგიწევდეთ. და დასასვენებლად თქვენ უნდა გული და მიგიწევდეთ და ჯიმეც უნდა მოკვებოდეთ. ეს უნდა იყოს თქვენი შრომის ფასადი. ყველაზე ხელმოსაკიდი და მოსარგი ჩვენი რაიონის და თქვენი სოფლის არის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი, რომელიც არის ძვირადღირებული პროექტი და არის ის, რაზეც უნდა დავეყრდნოთ ჩვენ და უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები. ეს არის მილიარდიანი პროექტი, ასე ვეძახით ჩვენ, იმიტომ რომ აქ გათვლილია საწყისისთვის ინვესტიცია $1 მილიარდი, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავისი ჯიბიდან იღებს $1 მილიარდს. თუ დემოკრატია არის, გლეხებისთვისაც იყოს, მოდით ადგილზე მინდა გააშუქოთ, რომ იქნება ჩვენმა პრეზიდენტმა თუ ვისი ეგ პრეზიდენტი საკუთარი მარტო თავისა თავისი ბრძანებულებები, რომელიც გამოსცა, აი ეს ჩვენ პირობის ხალხის მცხოვრებლებისთვისა, თავისი თვალით იხილოს ტელევიზიიდან, იქნებ თქვენ მაინც გააშუქოთ. ამას გეხვეწებით. რატო უნდა ვცხოვრობდე მე რომ დასვენებულსა პური არ მიჭამია შვილო ჯერა. მარტო ხელა დედამ დავზარდა ჯერა 2 შვილი. და ან იმაზე გამცენ პასუხი, სააკაშვილს ვეუბნებით თქვენი არხითა. თუ ჩამოვიდა თურქი ადამიანი, თურქი დედა, თურქი მასწავლებელი აქა პედაგოგი, იქაც ხო იქნებოდნენ გერმანული სპეციალისტები. თუ ჩამოვიდა საქართველოში და მონათ ვინმეს დაუჯდა, მაგათ მოაკლეტა. აი ჩემი შვილი პედაგოგი იქ წავიდა. ისე მშივრები არიან. მიუხედავად განათლებისა, მე თუ გაუნათლებელი ვარ. და ეს განათლებული პრეზიდენტი იმასაც გაითვალისწინებს, კარგად უსმინოს ჩემს გადაცემასა. თავისი ბრძანებით დანიშნული პენსია 100 მანეთი, ან თავის შვილს თუ ეყოფა, ან თავის ბაბოსა. თუ ეყოფა შვილო, გადასახადები გადამიხადოს იმფულთა, წამლები მიყიდოს და შიერი ალბათ ბალახს მოძო, საქონლებათაც აღარ აქვთვლიან. ხალხად ხო ზედმეტობა. 90% მშიერია საქართველოში ხალხი. თამანთი ქონება და ცხოვრებაი, ეს საქართველოს წყობა არ არის. მომწონ საქმიანობა საქართველოსი, მაგრამ მე თუ მშიერი ვიქნები, ხმას არ ამოვიღებ. განა თვითონ მშიერი როცა დარჩება, არ გამიხსენებს, რატო არ მივხედე ხალხს გლეხსაო? განა ყველა დააძღო მაგანა. მაძღარსაო, მშიერიც მაძღარი გონიაო. აი ჩვენი პრეზიდენტი ინეგარი ვერ დამიჭერს. ჩემი წილიაგური მოხეხე, ეხლა მაგის ჯერი მოვიდა. მოდით გავაშუქოთ. მიიტანეთ თუ მართლა ჟურნალისტები ხარ და თქვენთვის რამე თავისუფლება არის ამ დემოკრატიულ ქვეყანაშია, თავის თავს უყუროს. ის მცოდნე და ჰარვარდის უნივერსიტეტია თუ სასწავლებელია დამთავრებული კაცსა, იმდენი ტვინით ვარ უმუშავებს, რომ კაცი როგორ გაძღდეს, დაგმაყოფილდეს და სხვის მონათ არ გვაქციოს, მიხედოს თავის ხალხსა, სანამ კიდე დრო აქვს. მაგრამ მაგის ჰიდრო დიდი ხანია წავიდა. როცა ბევრი უსამართლობა ჩაიდინა, ამ ჩემ გამოსვლას უსამართლობას ვერ დაახერხებს. მე უყურებ თქვენ გადაცემებსა, უყურებ შვილო. ფიქრობდი, წავიდე თუ არ წავიდე. ეს ერთი შანსი მომეცა, რომ მოვასმენინო, არსად არ მიგვიშვეს. წერილი გამოგიგზავნა, მიხედეთ ამ ხალხსაო. ან არაყავერთხული ხალხი, ან კიდე ძალიან გადაუდგა ჩვენ ქართულ ხალხსა. ვისთვის იბძვის ვერ გავიგეთ. დანარჩენს მე რეგეტყვი რომ მოხვალ. ეხლა კარგად იყავით. ქართულ ოცნებას გაუმარ? გაუმარ? გაუმარ?